თქვენ მე მართლა მასხარა ხო არ გონივართ ხალხო. მე ვარ ჯოკერი. ოღონდ ნიჟე. გადავიდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ძვირფასო მეგობრებო, ქართული მრეწველობის აღლუმი გაიმართა რუსთაველზე, როგორც მოგეხსენებათ, გამოფენილი იყო ყველაფერი, რაზეც დგას ქართული ეკონომიკა, იყო მეტროს ვაგონი, თვითმფრინავები, კომპიუტერები და ბიძინა ივანიშვილის ჯარიმები. საერთაშორისო დღესაც ვიყავი თავისუფლების მოედანზე, ძალიან მომწონს ეს რაღაც ოცნებების ყუთი როა, დაწერ შენ ოცნებას, ჩააგდებ, ხო და მე ელოდები რომ ეს ოცნება აგისრულდება, ხო და ზის ალბათ ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ახარისხებს ამ ოცნებებს. ამას ეს უნდა ვაჩუქო, ამას ეს უნდა ვაჩუქო, ამ ყობა დავითაშვილს რამდენი ოცნება უნდა აუსრულო. ხო და მე მინდა მიმართო ბატონ ბიძინას, მე ჩავაგდე იქ ჩემი ოცნება და იქ ბატონ ბიძინა მე მიწერია ის Porsche. რატო გაფრთხილებთ იცით, ხო იცით, ექიმებს ცუდი კალიგრაფია გვაქვს და ბორში არ გეგონოთ, კაცო. Porsche მინდა. კარგი. მამიდა ჩემმა იზომ მოგიკითხათ ყველა, მოგეხსენებათ პენსიონერია ქალბატონი იზო, მასაც აქვს თავის ოცნებები, ხო და დაწერა რაღაც და ჩააგდო. რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ პასუხი რომ მოუვიდა, ის წავიკითხე. კარგით რა ქალბატონო იზო, თქვენ ასაკში რაღაც დროს სერფინგი და პირსინგიაო. აი ესეთი პასუხი მოუვიდა. ესე იგი, კიდე რა ხდებოდა? ხო გახსოვთ, შემოდგომაზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და თქვაო, პოლიტიკაში მოვდივარო, ატყდა ამაზე დეტალი ამბავი, ჩამოართვეს მოქალაქეობა, მერე თქვა ბატონო ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დამიბრუნეთ მოქალაქეობაო, ამაზე მიუგეს, რომ წესიერად გთხოვე და დაგიბრუნებთო, თხოვა წესიერად, ამათმა თქვეს, არაო ესტონი ჩვენ არ მოგწონსო, უფრო წესიერად გთხოვე და დაგვიბრუნეთო, არ გთხოვთ უფრო წესიერადო, არა გთხოვე უფრო წესიერადო, არ გთხოვთ უფრო წესიერადო, აი ესტონი რატომ არ მოგეწონათო, ესტონი რა ცუდი იყოს პირველად რო გთხოვეთო, მერე თქვა რომ ბევრი მხარდამჭერი ყავსო და ყველა დაეთანხმა და უნდა მიიღოსო მონაწილეობაო არჩევნებშიო, პოლიტიკურ არჩევნებზეა საუბარი, არ არის მოქალაქე და არ აქვს უფლება რომ მიიღოს პოლიტიკურ არჩევნებშიო, ბიძინა ივანიშვილის უფლებაო, ამაზე მერე გაგიჟდნენ, როგორ არ აქვს, ამდენი ამომრჩეველი ყავს, ამდენი მხარდამჭერი ყავს საქართველოშიო და აბსოლუტურად ყველასო უნდაო რომ ესე თქვა და მიიღოსო ბიძინა მონაწილეობაო, მერე ამათმა გამოაგდეს კანონი რომ თუ საქართველოში არ ცხოვრობო, არა გაქვს უფლებაო, ამათ თქვა როგორ ცხოვრობ საქართველოში 10 წელი უნდა ცხოვრობდე საქართველოში და კარგიო ვინც 10 წელი ცხოვრობდა საქართველოშიო, იმან უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებშიო, ამაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა მე რო 7 წელია ვცხოვრობო საქართველოშიო, אז როგორ გამოვაო ეს საქმეო, 7 წელი ამაზე კიდე აიღეს შეცვალეს კონსტიტუცია და თქვეს რომ ვინ 7 წელია ცხოვრობს საქართველოშიო და ვინც ევროკავშირის მოქალაქეაო, იმას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ამაზე გაგიჟდა ეხლა ბიძინა ივანიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა რომ ჩემი გულისთვის თუ ცვლითო კონსტიტუციასო, სულ არ მინდა ასე არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო, მირჩევნიაო, ისევ მოგმართოთო მოქალაქეობის საკითხზეო და აქ ვარ ძევლით შეჩერებული, აი იმაზე ხენ მინაზესარიო, კერამასია no vengano Dios, en ti la strada, en ti lo sado, ora sos da meotre series დასასრული. დასრულდა როგორც იქნა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს ჩემპიონი გახდა რუსთავი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონი გახდა ზესტაფონიც. ვეღარ გაიგო ახლა ამ ხალხმა ვინ იზეიმოს, ვინ არ იზეიმოს. ატყდა მთელი ამბავი, არა ჩვენ ვართ ჩემპიონები, არა ჩვენ ვართ ჩემპიონები, არა ჩვენ ვართ ჩემპიონები, არა ჩვენ ვართ ჩემპიონები. შეიკრიბა ეს აღმასკომი, შევიდა ხტომაზე და ხტომაზე შესვლის წინ დაიბარეს. თქვენო გულშემატკივრებიო, ყურადღებით იყავითო, თუო ზესტაფონშიო ფეროს ქარხნის მილიდან ამოვიდა კვამბლი, ესე იგი ზესტაფონი გახდა ჩემპიონიო და თუ რუსთავშიო მეტალურგიულიდან და კვამბლიო, ესე იგი რუსთავი გახდა ჩემპიონიო. ხო, მაინც დაიბნა ეს ხალხი განანახლა ელოდებიან, რომელი ქარხნიდან ამოვა კვამბლი, ვინ არის ჩემპიონი, ამ დროს მოვიდა დიმა ობოლაძე. დიმაო, შენ მაინც გითხარი, ვინ გახდა ჩემპიონიო. დიმა ობოლაძე მიუგო, ლანჩხუთის გურიაო, ბოლნისისიოს არ ეკუთვნოდაო. ხო, ესე იგი, ჩემპიონთა ლიგაზეც მოგახსენებთ, ძვირფასო მეგობრებო, დასრულდა ჩემპიონთა ლიგა, დაამთავრდა ესე იგი თამაში, მოიგო ჩელსი, მულოცავ ჩელსის გულშემატკივრებს ცოტა დაგვიანებით და მიცვივდა მსოფლიოს მთელი ჟურნალისტები, მიცვივდა ხალხო ჩელსის ფეხბურთელებს, დროგბას, იქ დიმატეოს, აბსოლუტურად ყველა აქეთ ჩელსის უხარია, იქით ბაიერნის ფეხბურთელები ტირიან, მსოფლიოს ყველა ჟურნალისტი ჩელსის ელაპარაკებოდა, ერთადერთი მაია ასათიანი მივიდა შვაინშტაიგერთან და ეკითხება, რა იგძენის პენალი რო აცი. რატომ ტირი? წავალ ახლა მე? გამოვიცვლი. იმიტომ რომ ევროვიზიის მეშინია, ამ ჯოგა ამასოქა. თქვენ არსად არ გადართოთ, მე აუცილებლად დავბრუნდები, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. Las Vegas, she got it
ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბანონებო და ბანონებო ლიტვის საელჩო საქართველოში ძალიან დიდ მადლობას უხდის ბატონ ანდრი ჯოხაძეს. იმიტომ რომ იგი გამოვარდა ნახევარფინალიდან, შესაბამისად არ იქნება ფინალში და ანდრი ჯოხაძემ ლიტვის მოსახლეობას დაუზოგა იმ SMS-ების ფული, რომელიც ჩვენთვის უნდა გამოეგზავნა ფინალში. მონახილებას ტელეკომპანია იმედმა გახსნა თავისი ახალი სტუდია ქალაქ ქუთაისში. მე მინდა მივმართო იმედის ხელმძღვანელობას. მე ქუთაისში სამუშაოდ არ წავალ. ეს იცოდეთ აქედანვე. ქუთაისში სამუშაოდ წევიდნენ ნოდარიე მელაძე და ლაშაია ხარაზიშვილი და ისინი კიდო. ხო. კარგი. ნუ რადგან ქუთაისზე ჩამოვარდა საუბარი, იცით რომ დიდი ამბებია ქუთაისში, აღლუმი, ახალ პარლამენტში, სხდომა, ჩვენი პარლამენტისა შენობაში, ახალ ჯერ დაუმთავრებელში მივავლინე ჩვენი სრულუფლებიანი საგანგებო და სიმპათიური გუჯა მაჭარაშვილის ძვირფასო მეგობრებო. რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ქუთაისისგან პარლამენტიდან. გუჯა, სად იმყოფები ახლა რა არის? სად ახლა? ახლა ვიმყოფები პარლამენტის შენობაში, ოთარ. კარგი, სიახლე რა არის შენობაში თვითონ? ყველაზე მაგარი რაც არის, ოთარ, ეს არის შესასვლელი და კარები. აქ გარედან შემოსული ხმა ტრანსფორმირდება და ის სასიამოვნო ბგერებად გადაიქცევა. ხომ აი მაგალითისთვის რამე არა სასიამოვნო დამიძახი მაქედან? არა სასიამოვნო ახლა ეთერში დაგიძახო? გადადექი, გადადექი. აქ იცი როგორ ისმოდა ახლა ოთარი ყველაფერი? წარმატებით. რამე ექსცესი ხო არ ყოფილა? კი, იყო ერთი ოთარ, მოგეხსენებათ რომ ამ შენობას აქვს შუშის სახურავი და მზე პირდაპირ გიგი წერეთელის თავს ურტყავდა. შემდეგ ეს თავი ისხლეტავდა ამ სხივს და მოპირდაპირე კორპუსში კაცს უჭყიდებდა თვალებში. და ეს კაცი იყო თხოვნით მოსული, ან სხვაგან გადასვით, ან ქუდი დაახურეთ ოთარ. კარგი, ეს იყო სულ გუჯა? არა, კიდე იყო ერთი ოთარ, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მუშებს საზეიმოდ ჩააცვეს, პიჯაკები ეცვათ ოთარ და ერთ მომენტში ეს პიჯაკიანი მუშები და უმრავლესობის წევრები ერთმანეთში აირიდნენ ოთარ. აი, აქ იყო პანიკა. 2 საათი არჩევდა ბაქრაძე დეპუტატებს მუშებისაგან ოთარ. მაგრამ ბოლომდე ვაინც ვერ გადაარჩა, რამოდენიმე მუშამ ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო ოთარ. და სხვათა შორის რამოდენიმე უკმაყოფილოსახიანი დეპუტატი ლესავს ახლა იქედე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი ქუთაისიდან. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი განვაგრძოთ ღამის შოუ. სანამ ორი რუბრიკას გამოვაცხადებდე გადაცემის, მე მინდა გითხრათ, დააკვირდით ჩვენ ბასისტს. მე მგონი თქვენ გონიათ რომ ეს არ არის მაჩვი. ხო? და ჩვენ ყავს ახალი ბასისტი. სინამდვილეში არა მეგობრებო, ეს მაჩვია, უბრალოდ პირველად არის ფხიზელი დღეს. აი ასე გამოიყურება მაჩვი. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, რეალურად მინდა გითხრათ რომ მაჩვის დღეს გოგო შეეძინა ელენე მიულოცეთ ყველა და
დროებით ჩვენთან ერთად იქნება არაჩვეულებრივი მუსიკოსი გიორგი ჭეხანი. დიდი მადლობა გიორგის. მეგობრებო, შემდეგი რუბრიკა გადაცემის გახლავთ ბონიემი. იმიტომ რომ სამი ქალი და ერთი კაცი შემოვა. დღის შოუს წამყვანები. ფორმულირება გააკეთე. როგორ ბატონო? ჩარლის ანგელოზები ყავს თუ. ჩარლი და მისი ანგელოზი. ჩარლი ხარ შენ და თქვენ ხარ დანარჩენი. აი, კიდე რა ვერსიებია, როგორ შეიძლება თქვენ გამომეცხადებინეთ, აბა? ბონიემი და სამიჯი. ბეჭე გეთქვა ცოტა წავიმეცადი და სამიჯი. კიდე სტოპა 1000. 1000. ისტვუდის ალქაჯები, სტუდიის ალქაჯები. ნიკოლსონი და ალქაჯები. იმედის ალქაჯები. იმედის ალქაჯები. და ასე შემდეგ. რამდენი რაღაც ხო შეიძლებოდა თურმე და მე ფანტაზია. ხაჯები ყველაფერში ურევი. მე ხო მაინც ესეთი შაუბნელი დისკო წარსული გვაქვს ყველას და ბონიემზე წავედი მაინც. არა, მაინც კაია ბონიემი. ბონიემი ჯობია. არა, ნუ ხოიცა ერთი წუთი ალქაჯებს? ყველას ერთ ქვებში ნუ ხარშავ. ვენა გაქვს ჩავნელი წარსული, თორე ჩემ დროს მზეც იყო, შუქიც იყო, არწყალი წყდებოდა და მე სხვა თაობა ვარ და გამიძნე ხოლმე როცა ლაპარაკობ. უბრალოდ მოხუც გავს. ბაზარაზე ნუ იკვინები. თორე მოვხდები ეხლა რეალურად წაიკითხე. თქვენ ახლა ნახავთ რა ხდება ხოლმე დღის შოუში, როდესაც რეკლამაზე გადიან. არ არსებობს. ბაინე! რას ლაპარაკობ, ეგ ჩაწერეთ? არა. ხო შეგეშინდა. ხო შეგეშინდა. მაგრამ შემეშინდა. კარგი. ბევრი ტუტუტუები დაგჭირდებოდა. კი, ძალიან ბევრი. სულ არის სუნთელი რეკლამაზე გახდა. მეც ნამყოფი ვარ ორჯერ მე მგონი დღის შოუში, არაჩვეულებრივი შოუში და იქაც რეკლამაზე რო გავედით, სუტუ იყო. სუტუ, აი ზიკოსაც რო არ გაუგონია ისეთი ტუები იყო. მინდა ეს გითხრათ. ერთი ორი რამეც ხო გამოსხლდა და დაიდო YouTube-ზე, ახლა აღარ მინდა თქვა, რამდენი ტუტუტუები იყო? კი, ბევრი ტუტუები. ორი სატუტუე ადგილი იყო. ორი სატუტუე ადგილი. კარგია. ია. ხო გენაცვალა. რაღაცა ვერავარო კარგად ხო და შენთან უნდა მოვიდე. ვაიმე, ექიმო, ხო რაღაცა მე და ნანიკო სამბოლოო დროს რაღაცა ესე გვაყანყარებს და ვესტიბულარული აპარატი დაგვერგო და არ ვიცი რისი ბრალი არის ეს. ასაკი არა, მაგრამ აქ დოდოშკას არაფერი ემართება, ჩვენ კი დავიშალეთ გარმონივით და შეთან გვინდოდა მოსვლა, მაგრამ აი ხა მასხარას როლში რო დაგინახე პირველ ნაწილში რაღაცა ვეღარ გენდობი რა. ჰა? კარგი, მე ვიცი რამდენიმე აი ესე რო ხედა უფრო მომწონხარ და უფრო საექიმო. შენ მითხარი როგორ და? აბა კითხები დასუქები. ია, პრობლემა არ არის. შენ მითხარი მე როგორ დაგხვდე კლინიკაში და ეს დასაცმელში უნდა იყოს, ეს კულაპის დასაცმელში უნდა იყოს. აჰა. ოგა გადაგდებული ხარ. ეს კულაპს შიშველტანზე ეცვა ეს. ზუსტად იას ჩვენურად გამოვხდება და გავხარდება. მე გამიხარდება ეს შველი? გასა ჩემი ცოლი უნდა იყოს როგორც ვიცი. ულამაზესი მშვენიერესი. არ დაუჯერო დოდოშკას. ესე არ არის მართლა არ არ არის. დაუჯერო, არა. ეკიბო მოკლედ შენთან უნდა მოდი და არ არის ეჭვიანი. ვიცი ხო? თან ეხა ვარსკვლავებთან მოსულა არ არის. ისე რა გინდა თქვა? ხო, ხაზარაძე როგორ არ აქვს ცხენი? აი, ეხა ტუები იწყება. აუ, დედას გეფიცები თუ ვიტყვებოდა. დილის 8-ზე ხო ვიწყებთ რადიო გადაცემას. 8-ის ნახევარზე ურეკავენ. ხო ნიკოლოს გარდაიცვალა. კარგი, ეხლა ალო სასაფლაო კი 40 ყველაფერი კარგად იქნება. კაი. ალო გურანდა გაბუნია ურეკავს დილის 8-ის ნახევარზე. რატო გამახსენე? ესე იგი მე ასე დავსვლა გამოვიტანე პირველი ჩემი ექიმური დაკვირვებითა. ხო. არაფერი არ ვინმეს გამოვაკ დასკვნა. შენ და ნანიკოს გააქვთ ვესტიბულარული აპარატის დარღვევა. როგორ უნკურნალოთ ექიმო? დოდოშკას ნორმაში აქვს ვესტიბულარული აპარატი და წულუს საერთოდ არ აქვს ეს აპარატი. წულუს იცი რა აქვს, მე ვიცი რა. რა აქვს? ფიზიკა წინ უსწრებს კი და გონება უსწრებს წინ ფიზიკურ განვითარებას. ანუ აქ 80-ის არის და ტანით 25. მე ეს ტრიალდება, ხო? მე ესე ვიცი, რომ მე რომ დაეცა. მაგრამ თუ ესე გააგზელა კულინარიები, ტანითაც დაეწევა. რა არის იცი? ტანით.
ტანით 25 ნამეტანი მოგივიდა. ძალიან არის ხო? ტანით 25 ნამეტანი ხა მოგივიდა. შემოვარდნები როგა გადაცემაში ვიღაც არ დაგვადგეს თავზე სუმეშინია ის რაღაცა მე ვიცი ვისთან მე ვიცი მისი ამ თვეში. რატო ვერ გააკეთა რაც ევალებოდო და იმით. პატარა ჰამლეტი ხარ შენ გენაცვალე როგორი მამის აჩდილი მამაჩემ ჯვარი წერია. მოვიდეს დადგე რა ჯანდაბად გინდა კაცო. რატო გადავაგდე კაცო მოვიდეს ისინია მახინჯების ბავშვობიდან ეს. რატო საყვარელი იყო რა გინდა ძალიან საყვარელი ეს ფოტოშოპის მულტიპულტის ის არის რა ქვია გმირია ბავშვებს უყვა ბავშვებს უყვა ციხო პატალა ცეხოდი ლაბია ნაი შენ კატა ყავს ხო ესეთი რაღაცნაირი კატაა ხო აფრიკული ჯიჯიში ჩემნაირი რატო არა ეგვიპტური ის არის სლიკინაა მე სლიკინა ვარ აი შუბლის ადგილი როგორიც გაქვს ის არის მთლიანად ესეთი ხო არ გინდა წარბები ამ გაუჩა არა კარგი წარები რაღაცა საჭმელი რა ქვია ბიჭი ბიჭი კნუტები რო ეყოლება ერთ ბიჭოლად არქია არ ეყოლება საწუხარო კანტრირება გაუკეთა დაღუპა გადავჭერი შენ თვითონ რა თქმა უნდა სახში აკეთებს ხოლმე იოლ ოპერაციებს გადავიდეთ სხვა საკითხებზე სააკაშვილი მართლა შენ კლასელი იყო ხო რა იყო ვერ გავიგე ჯერ დაელია ბიჭო რამე შხამი ხოლმე მართლა ხუთოსანი იყო ხო მე და ნიშა ვიყავით მეორე კლასამდე კლასელები და ერთ-ერთზე ვიჯექი და ხუთოსანი იყო კი არა ბრწყინვალე იყო და მეორესანი ვიყავი და უბრალოდ ხუთებს თუ უკვე შემოხაზულს არა ძალიან სერიოზული ხუთებს და შემოხაზულს ყოჩა როგორი პარალელია ყოჩა შემოხაზულიც ქონდა, გადახაზულიც ქონდა და ყველანაირი ხუთოსანი იყო ბავშვი, აი როგორიც აი ზაკრულგლიონი ხუთოსანი. გასაგებია. რამე ახალ ფილმში ხوار გიღებენ? რაში უნდა გადამიყო? აბა როგორ ფიქრობ შენ? ნუ არ ვიცი, მაინტერესებს. არის რაღაც შემოთავაზებები. სუჟუნას ძითვებს იღებენ ეხლა. აი თუ გადაიღებენ გამომძიებელი ქალი შორენა, სიამოვნებით ვითამაშებდი შორენას როლს. ნანიკო შენ? რამე ფილმში ხوار გიღებენ? სხვადასხვა კი რომელში? ამას უღებენ, მე არ მიღებენ, იცი რატო? მოუგე. იქამდე ვესტიბულარული აპარატით დაზიანებული უნდა იქ სულ წევარ, ანუ სულ მთელი სცენები მაგ მინდორში წევარ. ანუ ვესტიბულარი. გაჩვენებენ მინდორში წოლა შენ მოგი. ბალახს და მიწას. გოგენელა. მინდორში. მე ხლა ჟარგონს ვიხმარ მომიტევოს ჩემმა ტელემაყურებელმა მე ხლა ჩალიჩობ თეა დანელია უნდა გავათხოვო რა ვაიმე. ვა. მე ვიცი რა უნდა დალიოს რო გათხოვდეს. რა უნდა დალიოს კუტიკალის კვერცხის ნაჭუჭი უნდა ბროკა ხო? კუტიკალის კვერცხის ნაჭუჭი. კუტიკალი რა არის? კუტიკალია. შაშადული შემოსება. შემოესება რუსთავაზე მომუჭე გენაცვალე 1-2 მუჭა. არა, რატო გადაწყდა რომ მე უნდა არა გავთხოვო? ერთ წუთი ხო, არა ისე რომ ვიკითხო მზითვი რომ მოვაგროვო, მაინც რო ვიცოდე. ხო კუტიკალია ამით დავიწყო უჩვეულებრივ კალიაში არა არის მასწავლებელი. მე ეშმაკის ქვა პირსუშხა ჯანჯაფილი იასაკ ჩანთაში სულ როცა ამშველის ვერ თხოვდები. არა კუტკალის გარეშე არ შველის და აი მომისმინეთ ხა კუტიკალია კუტკალია მე არ ვიცი რა. მომისმინეთ აი ამ შველისო ვერ თხოვდებიო რა სპეციალურად ვიცოდი რომ აი ამ კალაპოტში წავიდოდა ჩვენი საუბარი აბა და მე მოვიწვიე პროფესიონალი სექსოპათოლოგი უი რა გავხსნათ რა? არჩილ ბაქრაძე შემოვიყვანოთ ხალხო ჩვენთან იყო ეკარჩი. თქვენ თუ ჩემმაც მოისხავდა ამ ქალბატონებს მიმიხედავთ 60-ში ვიგზნობთ რატომ ვეცობა რამე სექსოპათოლოგიის დასახმარებელი? არაფერი მაგრამ ბატონ არჩილს მე გამიგვიდა რომ ბატონო უთარგვა დღეს აქ დამიძახე იმიტომ რომ ჩვენ უკვე გქონდა საუბარი სექსზე დიდ ქალაქში და აქ ისეთი სპეციალისტები არიან რომ მე რა მოვაღებინე ხმა ლაკონიურები რომ ვიყოთ და სერიოზულად რომ მიუდგეთ საკითხს სერიოზულად რა თქმა უნდა. ველოდებით
პროფესიონალისაგან რაღაც არა, მე რჩევას გულისხმობთ, რაღაც კონკრეტულ რჩევას. კი ბატონო, უნივერსალური რჩევა გინდათ, ესე იგი გათხოვებასთან დაკავშირებით. ეს გათხოვებაში თავარი არ შეგვეშალოს. როესაც თხოვდებით, ვიზე თხოვდებით. ანუ мотиваციაა თავარი. ანგარება სამსახურებრივი წინსვლა, ზრდილობა, შექმნილი სიტუაცია. სიყვარული ვკითხოთ, გალოტოთ, ეს იმის მიხედვით რჩევას მოგცემთ. რომელი мотиваცია? სოციუმის შეცვლა, გამდიდრება, გედების გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ისი გაუმჯობესება? გედების. იაპონიაში არის მაგალითად აჩერებს ზოგჯერ დიდი თეთრი ადამიანი რომ მოხდება, ჩინეთში აჩერებს გუსტავაზობენ რომ შვილი მიდა, შედგა შვილი რომ ხავდეს. სამსახურს პროექტ იშოვს. აი კამდოთ ეს კითხოთ. და დიდი ჩინელი ადამიანი გეშვილი არ მინდა. мотиваცია როგორ გიდა მე საერთოდ არ მინდა გათხოვება, რატომ ათხოვებს, არის მე მგონი შემცვლელი ყავს ისთვის გემეტებათ, ასე ვთქვათ, რომელი мотиваციისთვის გემეტებათ ქალბატონი? მეთეა მემეტება ერთი კაი ქორწილისთვის რა. მას ერთი კითხვა მაქვს. მე ვერაფრით ვერ ხვდები, აი ჩვენთან ერთად რატომ მოიყვანეთ ჩვენი ერთად რატომ ათხოვებთ თემას? აუდიტორიას მიმართავ, დააკვირდით, შეკითხვა მარტივი დავსვი. სიყვარული არავინ არ ახსენდა, გძნო. რომელია თქვენთვის უფრო ვიბზიდველი ასე სექსუალურ შეთავსების შემოწმება ასე ქორწილამდე თუ ქორწილის მერე? და რაღა ყველაზე მიბზიდველი. ჩემი აზრით თუ გაინტერესებს ზოგადად მე ხა მინდა როგორც ექიმა არ ვიცი ხა კარი კოლეგა ქორწილამდე და ქორწილის მერე ზოგადად სექსი კარგია უქორწილოთ. ქორწილში არა? აი ზუსტად მაშინ აი ამ კუთხით ერთ რჩევას მოგართვეთ. თქო არა კლასიკურს ასე თქვა ცეროზულს არტმისყავლების სტილში, არამედ აი კამასუტრას სტილში რაღაც ისე. ამ შესასრულებელს. რომელი ყველა პრობლემას ქალბატონთა გადაგიწყვეტავთ სარეცხი მანქანა ფილიპსი. მოგლეთ მე რეზუმეს გავაკეთებ. სარეცხი მანქანა. დავასრულებ. სარეცხი მანქანა. თუ საყვარელია ბოში, თუ გვარია ინტეზიტი. რაზმედეკიდე არ ხავს. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ხონიემი იყო ჩვენთან სტუმრად და შემდეგ ბატონი არჩილის დაემატა. დიდი მადლობა. რეკოშეტით ჩვენ ჩაგვიტარე, ხო? კი. ახლა ჩვენს ეთერში დადგა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო. მოგეხსენებათ, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გადაიხადოს ფული და ილაპარაკოს რაზეც უნდა ჩვენთან ეთერში. დღეს გამოგვეხმაურა ქართველ ვირტუოზთა ალიანსი ბიუჯეტისთვის, ეგრეთ წოდებული ქვაბი. გთხოვთ. მოგესალმებით, ბატონო იოსებ, ბატონო ზურა ხო? თუ თქვენ რა ქვიეთ? ნოე, დიახ, ზეცად ნოე. დიახ, აბა, გისმენთ? ბატონო ოთარ, დღეს ჩვენ მოვედით აქ რომ ვისაუბროთ რაც აწუხებს ჩვენს და რაც უნდა და რაც აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. ანუ ჩვენს ამორჩევას. ანუ რა საქმეზე უნდა ისაუბროთ რა? რა საქმეზე და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ვის რა თანამდებობაზე დამნიშნავ ჩვენ. მაგრამ ეს მოინტერესებს. მე ვკითხე და გეტყვი აქ არა? კარგით, ბატონო იოსებ, მაგრამ მანამდე გამოვთეთ ტელეფონი. იმიტომ რომ ისეთ საკითხზე ლაპარაკობთ, დაგირეკავთ 1000 ადამიანი და შეგაწუხებთ და აგაწრიალებთ. აი, იჭიერი კაცი. აი, ჩემთან გამოიბრძვედა. ჩემთან ვარ. კი ბატონო. ანუ დროს კარგავთ ახლა თქვენ. ხო. პრეზიდენტი იქნებით თქვენ. ხო, როგორც მივხვდი. კი ბატონო, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი? პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ნოე. მე? პრემიერი ან პარლამენტის თავმჯდომარე? ხო, შენობა სხვა იქნება. იპ! აცი ჩარტე თუ გინდა ბატონო იოსებ, მადლობა. დაგირეკოს ვისაც უნდა არ მონაგვს ეგმე. კი ბატონო, განვაგრძოთ. მე მაინტერესებს. ბიძინა ივანიშვილს სად დანიშნავთ? გააჩნია მანამდე თვითონ სადაგნიშნავ ჩვენ. მანამდე თუ დაგნიშნავ
ჩვენც მერე დამიჟნავთ. კი ბატონო. სოსო შადბერაშვილს? აი სოსო რომელია? ლეიბორისტი. სოსო. ხო. სოსოს დავნიშნავთ საკპატენტის თავმჯდომარედ. რისი? საკპატენტის. საკპატენტის? ეს ისეთ რაღაცებს ამბობს. ეს კაცი მაგის გარდა ვერავინ ვერ თქვის და იქვე დააპატენტოს და იყოს. მე რა თანამდებობაზე დამნიშნავთ? შენ დაგნიშნავთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. დიდი მადლობა, მაგრამ რატო ფეხბურთის ფედერაციაში? რატო? დიახ. რატო? და იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ორი რამები შედის ნერვებს. ერთი შედა მეორე ქართული ფეხბურთი. და გემაიც ერთმა მომიშალოს არ ჯობია? გამშვიდი. აი, ვისაუბროთ შვიდად წყნარად. ვის დანიშნავთ გარემოს დაცვის მინისტრად? შეხედე. ისეთი რაღაც ამკითხა. ამაზე არ მიფიქრია. შენ ანუ ის დანიშნავს ბატონი იოსები. გარემოს დაცვის მინისტრად. გარემოს დაცვის მინისტრი? ეს ხები, ხო? ხები. ხო. მანდ ვისაც დანიშნავთ ბატონო იოსები, უნდა იყოს აუცილებლად ერთგული და გამოცდილი ადამიანი, იმიტომ რომ ყველა ხე უნდა გააკონტროლოს. ხო, მართალია. ვითომ რატომ ახლა? ხეზე ასვლა არ მოარისწავლოს, არავინ ბატონო იოსები. აი, ჩემთან გამოიბრძმედა, აი? კი. ხედავ? კი. ეხლა მითხარი, რაც გინდა აგისრულე ხო? მე არაფერი არ მინდა ბატონო იოსებ, უბრალოდ თუ დავკონკრეტდებით, პრემიერი ვიქნები თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ახლა მე კი არ მაინტერესებს. სახში მინდა რა ვთქვა ჩემებს ისე. არა კაც. არ ხარ პრემიერი. აგარ შენაღმერთმა ბატონო იოსებ, ცოტა დაღლილი იქნებით თქვენ დაისვენეთ. მე არ ვიღლები ჩემი ქართველი ხალხისთან საუბრის დროს, არ ვიღლები. მე რა დავუღეს კაც. ოღონდ რა არის ახლა ისიც რომ მე მინდა რომ თან არ დავიღალო, თან ვიღლები. მაგრამ მაინც არ ვიღლები. ასეთი კაცი. აჰა, გასაგებია. რუსთავი 2 და ტელეიმედი. ვის დანიშნავთ ამ ორი ტელეკომპანიის დირექტორად? იყო და იმუშაო, ვინც არის რაც რას მიშლიან. რას ქვია, ახლა რატო აკრიტიკებთ მაშინ? ახლა იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ახლა ვარ ოპოზიცია და შენც მიშლი ახლა ნერვებს. მე როცა მოვალ ხელისუფლებაში, მაგაზე кайხავს საძვიპოვი მე. კარგი. მერაბიშვილს რას უპირებთ? ხელისუფლებაში რომ მოხვალთ. ვანო მერაბიშვილს რას უპირებთ? მერაბიშვილს არ მოხსნით ჩვენ. არა? არა. არა, ვერა. მოიცა რატო ვერა? რატო და გვენშინია ბიჭო, კაცი არა ხარ. იქეთ რამე არ გვიქნას ჩვენ. მე და ნოე. პრემიერი ნოე. მე და პრემიერი. ნოე, თუ რამეს არ გვიზამთ ჩვენ არ ვეთქვით არა. კარგი, ერთი შეკითხვაც და დაგანებებთ თავს, თან თქვენი დრო იწურება. სამორი ბალდე ძალიან პოპულარული გახდა იმის შემდეგ, რაც მოიგო ეს ცეკვავენ ვარსკვლავები და ეს სამორის რას უპირებთ? რაღაცა მავიწყდება, რაღაცა სამორი. რატო არ გამახსენე შენ? მეც არ მეცალა ბატონო იოსებ, ამ ხელა პრემიერი კაცი ვარ, ახლა მაგის დრო მქონდა. ხო, მაგრამ რა უყოთ ამ იმას რა ქვია, სამორის რა უყოთ? თქვენ როგორც გადაწყვეტ ბატონო იოსების. ფეხბურთში, ფედერაციაში ხوارშო. მე ოთარი. ოთარი მიხედოთ თავის საქმეზე, მილიარდი გამსახურდია. წამოდი გზაში მოიფიქრე, წამოდი. კარგი. გასტუმრები, მე კარგად სადებოდი. მოგეხსენებათ, რომ გრძელდება ჩემი მუსიკალური კარიერა, ჩავწერე არაერთი კლიპი, ახლა დავიწყე დავუკავშირდი ჩემ მეგობრებს, დამიკავშირდნენ ისინიც, მეც მივიღე ეს წინადადება, ჩემი მეგობრები ლატვიიდან, სალდუს დრუვა არის ასეთი არაჩვეულებრივი ლატვიური ანსამბლი, სალდუს ქალაქია არაჩვეულებრივი, დრუვა ქვია ამ ანსამბლს, აი განახებთ მე უშუალოდ ანსამბლის დროშას, აი როგორი ლამაზი დროშა აქვს სალდუს დრუას. შეხედეთ. აი ესეთი არაჩვეულებრივი ანსამბლია და შესაბამისად მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და განახებთ თუ როგორი ლამაზი დროშა აქვს ჩვენ მეგობარ ქვეყანას ლატვიას. აი ასეთი დროშა და მე ახლა აი ამ დროში და ასე მინდა მოვიწვიო ჩემი მეგობრები, ჩემი ახალი პარტნიორები შოუ ბიზნესში, ანსამბლი სალდუს დრუა.
შეგვისრულებენ ძალიან სახალისო ცეკვას და ეს ცეკვა ეძღვნება პირადად იზომამიდას, იმიტომ რომ იზომამიდას რიგაში აქვს პოლიტექნიკური დამთავრებული. ვინც არ იცოდით? მაშასე მე ვტოვებ თქვენთან სალდუს დრუას. წავედით. მოგეხსენებათ რომ შორს გავარდა ჩემი სახელი როგორც შოუმენის და მუსიკოსის. დამიკავშირდა სხვადასხვა ძალიან საინტერესო მუსიკოსი და პროდიუსერი რამაჩარაკა თაგორი, ეს ცნობილი პოეტის თაგორის თავმავალი გახლავთ და მითხრა რომ დაიშალაო მაჰავიშნუ ორკესტრაო, მინდაო აღვადგინოო ახლაო და იქნებ ჩამოხვიდე შენ და ორი შენი მეგობარი მუსიკოსი ჩამოიყვანო და ერთად ჩავწეროთ სიმღერაო. ნუ წავიყვანე მე აქედან ორი ქართველი მუსიკოსი, შევქმნით ანსამბლი და ჩავწერეთ ძალიან ესეთი ცნობილი სიმღერა, უკვე ცნობილი, რომელსაც ეწოდება შენ წლები არ გეტყობა იზომამი და სალარუმ სალარუმ. სალარუმ სალარუმ ინდურად ნიშნავს აფერუმ აფერუმ. გთხოვთ. ურიკანდაშნი მაჰაფერიგა სალარუმ
யமகடிச்சயம்மி அருட வேண்டும் நூறு கண்டசி மகா பெரியவர் சரணம் 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 மன்னித்து ரட்சித்து காயத்து யமகடிச்சயம்மி அருட வேண்டும் நூறு கண்டசி மகா பெரியவர் சரணம் 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 செய்த சகல குற்றங்களையும் பாவங்களையும் மன்னித்து ரட்சித்து காயத்து யமகடிச்சயம்மி அருள வேண்டும் நூறு கண்டசி மகா பெரியவர் சரணம் 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 அறிந்தும் அறியாமலும் தெரிந்தும் தெரியாமலும் செய்த சகல குற்றங்களையும் பாவங்களையும் மன்னித்து ரட்சித்து காயத்து யமகடிச்சயம்மி அருள வேண்டும் நூறு கண்டசி மகா பெரியவர் சரணம் 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 தக்கதாம் ததாம் திக்கிட்ட தக்கதாம் ததாம் தக்கிட்ட திக்கிட்ட தத்தா கேணத்தும் தின் தின் கேணத்தும் தந்தா தின் தின் தொம் தொம் தக்கிட்ட திந்தா திந்தா தக்கிட்ட திந்தா தக்கிட்ட தக்கிட்ட தத்தா திங்கேணத்தும் தா தகதா 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 அறிந்து அறியா மனம் தெரிந்து தெரியா சரணம் 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 அறிந்து அறியா மனம் தெரிந்து தெரியா மனம் செய்த சகல குற்றங்களையும் பாவங்களையும் გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, მართალია ცოტა აცვია, მაგრამ ბევრი რამე კიდია. ამ გადაცემაში სტუმრად მოვიყვანეთ გია სურამელაშვილი. გია, რატო გია? რატო არ მოდიოდი? აი იმიტომ რა. რატო არ მოდიოდი ჩემთან? რატო და ბეჩნად პახმელიაზევა რა. მეორე დღეს ვერ ვდგები. აჰა. всё გამოვტყდი. გუშინ არ დაგილევია? გუშინაც დავლიე, მაგრამ ცოტა. ცოტა, იცოდი რომ ჩემთან მოდიოდი დალი. ძალიან კარგი. რამე ანეკდოტი ხო არის ახალი? ანეკდოტის მოყოლა არ გამომდის კარგად. მიჩვენა უსმინო. ერთ ძველი ანეკდოტი როა შენზე გეცოდინება. მართლა? არიცი? ისე აცივდა თბილისში, ისე აცივდა რომ სურამელაშვილი როლინგით დადისო. ახალი ეს არის რა შვები ხარ სადმოგვაქვს? შენ ხო არ იგონებ ამ ანეკდოტს? არა, მე მაგის ნიჭი ვინ მომსაგია. რა ხდება ახლა ახალი შენსკენ მეთხარი რაღაც ახალი რეპერტუარი. რა ვიცი, მომიყევი რა. შენ როგორ შეგიძლია შენ მეკითხო, როცა ყველაფერი იცის რა ხდება დღე და ღამე ჩემზეა საუბარი და ხო რა ხდება ყველაფერი რაღაც წვიმა მოდის. აჰა. რაღაც არ მსიამოვნებს. აჰა, კიდე? ხო და იმიტომ რომ ისეთი ფერის მანქანა მაქვს, მყავს რომ დღეში ისეთი ბედი მაქვს რომ 9-ჯერ რო გავრეცხო, 9-ჯერ მოდის წვიმა, იმტვერება და ნერვი მეშლება. მე ხო ისევ მოდის წვიმა. ხო და კიდევ რეცხავ. შენ რეცხავ. ამიტომ მე მომბაძე მე. ხო. არ რეცხავ მანქანას, ჩემ მანქანას უვლის ბუნება. ბუნება, წამოვა წვიმა, გარეცხავს. არ იმტვერი, არ იმტვერი. მომისli ხა გიყურებ და აი რაღაც აზრი მომივიდა თავში. შენ რო გეცხოვრა ერთი 90 წლის წინ. პირველს შენ გადაგარჩენდა 16 თაღაიშვილი. ვიცი. იმდენი ოქროები და იმდენი ისინი ეთია. პირველში წარმოიდგინე. რას გადაეყიდი ამ ჩემოქრუებს კაცო? არა, სახალისოა რა. კიდე რახან შენ არ ლაპარაკობ, მე გეტყვი. იმისი რო იყო, რა ქვია, ანტი-ინფლაციის კანონი რომ მიიღეს, იცი? და შენი გასვლა რო არ შეიძლება სახელმწიფოდან ლარი არ გაუფასურდეს. გავიგე, ხო, აღარ გავედი. ორი კონცერტი გადავდე. ორი კონცერტი გადავდე, აქ იმის მერე აქ ხარ, არსად არ გადავდე. არა, იმის მერე რატო არა აქ? მაინც გავდივარ. ვაწყობ ახლა. დღემდე მაინც აწყობის პროცესი არსებობს. ვაწყობ რაღაც მომენტებს ყველაფერს. ზრუნავენ ჩემთვის ოთარ? ზრუნავენ, უნდა იზრუნონ. რა თქმა უნდა, კიდე თოვლი რო იყო. ხო. დიდი თოვლი. იყო და ბახტრიონზე მანქანები ასე სრიალებდნენ და აფსუსად არის სურამელაშვილიო ჯაჭვებს გვათხოვებდა. რამე ახალი ხო არა სიმღერა?
რაც დაუშვათ მე არ ვიცი და რაც არ იცის ახალი რა უნდა იყოს რა ნამღერი არა მაქვს საღამოს რომ მეორე დღეს უკვე გახიტებულია და ანუ ესეთი ახალი ჯერჯერობით არა ეს არის რუბრიკა თავდაბალი ხალხი მე მყავდა ეს ამ რუბრიკაში ერთი მატვეი განაპოლსკი და მეორე ხარ შენ რა თავდაბალი ხალხი საჩუქარი მაქვს შენთვის მართლა ორი ცალი ერთი თხილად ეს არის მაგნიტი ღამე რომ მოიხსნი ჯაჭვებს ღამე რომ მოიხსნი ამ ჯაჭვებს რომ შეაგრო სხვადასხვა ყოფილი მძღოლია 88 ნომერი სამარშრუტო ტაქსის იმან მომცა და ერთი საჩუქარი გამოგიგზავნა მამიდაჩემმა იზომ თუ გაპარტია მე მამიდაჩემმა რომ საჩუქარი გამოგიგზავნა თუ მაგნიტი არა ეს გადასარევია მამიდაჩემმა იზო არის შენ თაყვანის მცემელი ვენეცვალე მადლობა აღმოსავლეთში შენ გისმენს დასავლეთში მერლინ მენსონს და ესე იგი სუ დაძაბულია ეს ბიჭიო სუ მღერისო და ხმასო გაუფრთხილდესო და აი წყნეთის კვერცხი მოგიგზავნა ძალიან შველისო თავისი ხათმების კვერცხია და შეგიძლიაო ეს ყველაფერი მე როგორც ვიცი შენ დადიხარ დაცვით აი მე რა გახდა ეს მე არაფერი არ გახდა გეკითხები მაინტერესებს შენ გიცავენ თუ ოქროულობას ორივე ისე მე ერთხელ ნახე შენი დაცვის წევრის ფოტო იმ ხელა ისეთი ჯანმრთელია ისეთია ის რო გადაგეფარება და ის რო ზემოდან დაგეცემა მაგას ჯობია ტყვია მოკვდეს გია ხოდა ამიტომაც არის კარგი ერთი არ არის კაცო რამოდენია იცვლებიან რა თქმა უნდა გააჩნია სად მედივარ როგორ მედივარ კარგი რას გვიმღერებ დღეს რაც მინდა და რა გინდა შენ უარ იცი რა უნდა ვიმღერო ახლა არა შენ მითხარი რომ მე ვიმღერებო ერთ-ერთ სიმღერას რომელიც ძალიან მალე გახიტდაო მალე გახიტდა და არის გახიტებული კი ბატონო გია სურამელაშვილი დაგიჯერე ყველა სიტყვას დაგიჯერე რომ აგოში ჩემს სიყვარულზე დავთობი ამ დღის მერე ისევ შენ თავს დავიფიცე მეწლებია შენთან მოსვლას ველოდი დილა შენი გაზაფხულად ამაყერდება შემოდგომით წვიმას სიზმრად მოგიყვანს ყველაფერი შენ სიყვარულს დაბრალდება და ცხოვრებას გესანებად მოგიტანს გაპატიებ შესთხოვებსაც გაპატიებ გულში წვენას დავივიწყებ მეცნome შენი თბილი გაგინა ამატებს ჩემ ტკივილებს თხოვნა ლამოდეს თურე ეს გზა შენთვის მხოლოდ შენთვის გამივიდა ეს ხორება თურმე ვის რას ვიგზადებს მარტოვანზე გამეში გამივია დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს დილა შენი გაზაფხულად ამღერდება
შემოდგომით წვიმა სიზმრად მოგიყვანა ყველაფერი შენ სიყვარულს დაბრალდება და ცხოვრებას კესანებით მომირთავს დაგიჯერე ყველა სიტყვას დაგიჯერე რომ მაგულში ჩემ სიყვარულს ეთრფოდი ამ დღის მერე ისევ შენს თავს დავიფიცე მეწლებია შენთან მოსვლას ველოდი გაპატიებ შესთომებსაც გაპატიებ გულში წვენას დავივიწყებ მეცმოდე შენი თვილი გადიმე ამატინებს ჩემ ტკივილებს თხოვნა ლამოდეს თუმრე ეს გზა შენთვის მხოლოდ შენთვის გამივია ეს ხორება თურმების რას ვიგზადებს მარტოობამ დღე-ღამეში ამირია დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს შენთვის მხოლოდ შენთვის გამივია ეს ცხოვრება თურმების რას გვიმზადებს მარტოობამ დღე-ღამეში ამირია დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს გაპატიებ შესთომებსაც გაპატიებ გულში ცხენას დავივიწყებ მეცმოდე შენი თვლილი გაყინება ამატინებს ჩემ ტკივილებს თხოვნა ლამოდეს თუმრე შენი თვლილი გაყინება ამატინებს ჩემ ტკივილებს თხოვნა ლამოდეს თუმრე ამ დღის მერე ისევ შენ თავს დავიფიცე